ევროსკეპტიციზმი გამოწვევები საქართველოსთვის აღნიშნულ თემაზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ. შეხვედრას სამოქალაქო მედია სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გადავხედოთ რამდენად აქვს საქართველოს შესაძლებლობა გააგრძელოს ევროპული გზა, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის კანდიდატი ქვეყნები ემზადებიან, თქო 2030 წლისში გაწევრიანებისთვის, ბოლო გაფართოების ასე ვთქვათ, ანგარიში საქართველოს მოხსენიებული იყო, რაც გარკვეული ლიმიტის საფუძველს იძლევა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივ იმ მდგომარეობაში, რაც ქვეყანაში არის, შეიძლება ევროპაში საერთოდ უარია თქვა გაფართოების ანგარიში საქართველოს შეყვანაზე, მაგრამ ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ქართული საზოგადოების იმედი და ეხლა ჩვენ არ ვიცით ეს რა როდის მოხდება და როგორ მოხდება, მაგრამ ფაქტი არის, რომ ევროკავშირი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ვთქვათ, კარს საბოლოოდ არ ხურავს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში უნდა მოხდეს. ევროკავშირში გაწევრიანება ფაქტურად ქართველი ხალხის ასე ვთქვათ, ოცნებაა და ამას ვთქვათ, ეს არ არის ვთქვათ, პირადი აზრი, იგივე საზოგადოებრივი აზრის კვლევები მიუთითებს, 80% მოსახლეობის ხარჯს უჭერს, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ამის უკან დგას იგივე სოციალური კეთილდღეობა, ვთქვათ, მომავალი განათლება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ინტეგრაციასთან. და რაც ყველაზე მთავარია, სუვერენიტეტის დაცვა, რომელიც მნიშვნელოვანია ესეთ პატარა სახელმწიფოსთვის, როგორც საქართველო. დღევანდელი შეხვედრა ემოციონალური სიტუაციიდან გამომდინარე მიზნად ისახავდა, რომ დღეს არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ჩართულია ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონის დონეზე. უკვე ერთი წელი გავა, რაც ასე ვთქვათ, ითქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და გადაიდო, თუმცა ხედავთ იმასაც, რომ საზოგადოება ხალხი იბრძვის აი ამ პროცესის ისევ გაგრძელებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელი შეხვედრა შემდგარიყო, გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, იმ რეალობაზე, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.